შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ნეპტუნი იძლევა ეიფორიის გრძნობას, აი რაღაც ისეთ სიამოვნებას, რომელიც შესაძლოა ვერ აღიქვა, როგორც სიამოვნება. ანუ საერთოდ როდესაც ადამიანი დაუკვირდეს, შეიძლება ვერ მიხვდეს, აი ნეპტუნის ზეგავლენა ზოგადად ძალიან სუსტად იგრძნობა და ეს არის ადამიანის ეიფორია, ძალიან ისეთი, როდესაც ადამიანი მოშვებულია მაქსიმალურად მოდუნებული, როდესაც არის ადამიანი და ძალიან კარგად გრძნობს თავს, აი როგორც დათვრები. სახლში დგას ნეპტუნი, იქიდან გამომდინარე იმ კონკრეტულ სფეროებში აქვს ადამიანს აი ესეთი მოდუნებული მდგომარეობა. ანუ ავტომატურად ამ სფეროებში დუნდება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ არის მოდუნებული, იქნება უფრო ნაკლებად ლოგიკური, ნაკლებად, ესე ვთქვათ, პრაქტიკული. და უფრო მეტად შესაძლოა ჰქონდეს რაღაც ილუზიები, რაღაც ნახოს, დაინახოს, ესე ვთქვათ, თავისებურად, იმის გამო, რომ მოდუნებული არის და შეიძლება იყოს სუბიექტური და იგივენაირად შეიძლება რაღაცნაირად აი ამ მოდუნების გამო იყოს იგივე სფეროებში გაუგებრობები, ტყუილები, ილუზიები, ეს შეიძლება იყოს სპეციალურად მოტყუება ადამიანს, შეიძლება იყოს უბრალოდ, ესე ვთქვათ, არასპეციალურად გაუცნობიერებელი ტყუილი, ესე ვთქვათ, როდესაც შენ თვითონაც ვერ ხვდები, რომ სისულელეს იძახი. აი ესეთი რაღაც გავლენა აქვს ნეპტუნს, თუ რაც უფრო დაზიანებული არის ნეპტუნი, იგივენაირად იქნება უფრო მეტი ნეგატიური გამოვლენება ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ეს ადამიანი მოატყუებს ამ სფეროში სხვას, ან მას მოატყუებენ, ან ორივე ერთად პარალელურად, ერთმანეთს არ გამორიცხავს, რაც უფრო დაზიანებულია, მით უფრო მეტად არ შეიძლება კონკრეტულად აი იმ სფეროში, ესე ვთქვათ, პრაქტიკული საქმიანობა, რაიმე სახის პრაქტიკა. აი მაგალითად, როდესაც არის მესამე სახლში ნეპტუნი, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს აი სწავლის მხრივ, აი ინფორმაციის შეკრების მხრივ, ინფორმაციის ანალიზის მხრივ აქვს აი ესეთი რთული მიდგომა, რომ მოდუნებულია ამ სფეროში. შესაბამისად, ძალიან დიდი შანსია, რომ იყოს სუბიექტური. შესაბამისად, ამ ადამიანმა შეიძლება გაიგოს ერთი, ანუ უთხრან ერთი, გაიგოს მეორე და სხვას გადასცეს მესამე. ამიტომაც აი ამ სფეროში თუ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეპტუნი დაზიანებული არის. და ესე დროს თუ ნეპტუნი დაზიანებული არის, სჯობს, რომ ამ ადამიანს არ ჰქონდეს საქმე ინფორმაციის გადაცემასთან, მაგალითად არ იყოს ან ჟურნალისტი, ან არ იყოს მასწავლებელი, მაგალითად რაიმე კონკრეტული მათემატიკის ხელოვნების სფეროში ნეპტუნი არავის არსად ხელს არ უშლის. იგივენაირად თუ ნეპტუნი იქნება მეშვიდე სახლში, ეს იქნება ილუზიები ან რაღაც ძალიან მოდუნებული ადამიანი ურთიერთობებში, შესაბამისად პრაქტიკულად, ლოგიკურად ვერ აზროვნებს და ამიტომაც ურთიერთობებში იქნება ძალიან ბევრი ილუზია, იმიტომ რომ ხედავს სულ სხვანაირად ამ ყველაფერს სიტუაციას. შესაძლოა იყოს მოტყუებები, შესაძლოა იყოს იმედგაცრუებები, იმის გამო არა, რომ რამე სპეციალურად გააკეთა, იმის გამო რომ მოდუნებული არის და თვითონაც ვერ აღიქვამს, რომ მოდუნებული არის, უჭირს ობიექტურობა ამ კონკრეტულ სფეროში და შესაბამისად ხდება ესეთი იმედგაცრუებები, ტყუილები და ეს არის გასათვალისწინებელი აუცილებლად.